სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეოთხე საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე გაიხსნა. პროექტი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საგაზაფხულო სკოლის მთავარი მიზანი აფხაზეთის ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა. ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. სკოლის პროგრამა აფხაზეთის თემაზე 6 სასწავლო მოდულს შეიცავს. სალექციო კურსთან და ვორქშოპებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები, ასევე გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. პროექტის ფარგლებში ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევარები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს. შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, იყო საინტერესო. იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები. მე მქონდა პატივი მივსალმებოდი ჩვენი უნივერსიტეტის სახელით. მქონდათ საინტერესო კითხვები სიამოვნებს, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალი, ასევე ჩვენი მეზობელი პარტნიორი სახელმწიფოების მომავალი არის საიმედო ხელში. ჩვენ მყავს თაობა, გონიერი, განათლებული. მისდათ ვისაყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შესწავლას. ისტორია არის ყველაზე ახლო მდგომი პოლიტიკასთან. ძალიან ხშირად ხდება მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ჩვენი მიზანი არის, რომ გავავრცელოთ ობიექტური ცოდნა, ობიექტური ინფორმაცია ჩვენი ისტორიის შესახებ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა არაერთი ლექცია წარადგინეს უკვე ამ სკოლის ფარგლებში. ეს სკოლა ცოდნის გავრცელებას ეწევა იმ ადამიანებში, ვინც დაინტერესებული არის საქართველოს ისტორიის, კონკრეტულად აფხაზეთის ისტორიით, კულტურით და განათლებით.